ეკო-ქალაქი. ყოველ ორშაბათს საღამოს 5-ზე. რადიო ქალაქზე. მოგესალმებით, ეს არის გადაცემა ეკო-ქალაქი. მე ვარ მისი წამყვანი შორენა ცხოვრებაშვილი. დღეს ჩემს სტუმართან ერთად, რომელსაც წარმოგიდგენთ, ლელა სტურუა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი, ვისაუბრებთ გარემოს ჯანმრთელობაზე, რა ზიანის, უბრალოდ დაბინძურებულ გარემოს რა ზიანის მიტანა შეუძლია ჯანმრთელობაზე და როგორ აისახება დაბინძურებული გარემო ზოგადად ჯანმრთელობაზე. ქალბატონ ლელა, პრინციპში ჩემი პირველი კითხვაც ეს არის, დაბინძურებული გარემო რამდენად კავშირშია ადამიანის ჯანმრთელობასთან, ჯანმრთელობის გაუარესებასთან. მოგესალმებით, ძალიან სასიამოვნოა თქვენთან სტუმრობა, დიდი მადლობა მოწვევისთვის. თქვენს კითხვას თუ დაუბრუნდები, ძალიან დიდი გავლენა აქვს გარემოს ზოგადად ადამიანის ჯანმრთელობაზე. ეს ეხება ყველა ტიპის გარემოს, ეს იქნება ჰაერი, წყალი და ასე ტემპერატურის ცვლილება, ზოგადად კლიმატური ცვლილება და ასე შემდეგ. მნიშვნელოვან გავლენას ახდენს და არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რისკ ფაქტორი სხვადასხვა დაავადებისა. განსაკუთრებით ეს ეხება ქრონიკულ დაავადებებს, როგორიც არის გულსისხლთა დაავადებები, როგორიც არის სპილტვის ქრონიკული დაავადებები, დიაბეტი, რა თქმა უნდა, კიბო, სხვადასხვა ლოკალიზაციის კიბო და ასე შემდეგ. აი ჰაერზე რო დავიწყოთ ჰაერის დაბინძურებით, მით უმეტეს ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა კვლევა, რომლის მიხედვითაც საქართველო არის პირველ ადგილზე ჰაერის დაბინძურების მხრივ. თან მე არაერთხელ მქონდა ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებით გადაცემა. თბილისში განსაკუთრებით, თბილისის მაგალითზე თუ ვისაუბრებთ, განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებელია მტვრის, რომელიც არის აი სამშენებლო ბუმისგან წარმოქმნილი. და შემდეგ არის უკვე ავტოპარკი, საწვავის ხარისხი და ასე შემდეგ. რა ზიანს ნიმოაქვს? ცხადია რიტორიკული კითხვაა, მაგრამ ჩვენი გადაცემა ითვალისწინებს შემეცნებითი ტიპის მსმენელისთვის ასეთი ტიპის ინფორმაციას, რა მარტივად რო განვმარტოთ მსმენელს, რა საფრთხეა დაბინძურებული ჰაერი ადამიანისთვის. კი ბატონო, დაბინძურებული ჰაერი ნამდვილად არის სერიოზული საფრთხის შემცველი. თქვენ ახსენეთ ახლახანს გამოქვეყნებული კვლევა და მინდა გითხრათ, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრი, ჯანდაცვის სამინისტრო, გარემოს დაცვის სამინისტრო კატეგორიულად არ ეთანხმება ამ კვლევის შედეგებს. და სწორედ ამ ჩვენი პროტესტის ნიშნად დღეიდან დაიწყო მისია საქართველოში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები არიან, რომლებიც შეისწავლიან ადგილზე ამ მდგომარეობას და დავსახავთ სამომავლოდ რა უნდა მოხდეს, სავარაუდოდ უარყოფილი იქნება ის ციფრები, რაც იქნა მოყვანილი, ვინაიდან ფაქტიურად ის მონაცემები, რაზეც დაყრდნობითაც მათ ეს დასკვნა გააკეთეს, არის ძალიან მოძველებული და 2000-იანი წლების შემდეგ და 1990-იანი წლების შემდეგ მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია. ზოგადად ძირითადად ეს ეხებოდა საწვავის, მყარი საწვავის გამოყენებას საქართველოში და მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია ამ მხრივ სიტუაცია და სავარაუდოდ გააკეთდება განცხადება და დაისახება შემდგომი ნაბიჯები. ზოგადად გარემოს და ატმოსფერულ ჰაერს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თბილისში მართლაც და საკმაოდ დაბინძურებულია ატმოსფერულ ჰაერთან დაკავშირებით. თქვენ სწორად ახსენეთ ის ძირითადი გამომწვევები ამ დაბინძურებისა. მნიშვნელოვანია ეს სამშენებლო დამაბინძურებლები, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ რაოდენობით მანქანების არსებობას ქალაქში და ამ თვითონ ამ მანქანების მდგომარეობა და ასევე იმ საწვავის მახასიათებლები და ხარისხი, რასაც იყენებენ ისინი, ძალიან სერიოზულ ეჭვს ბადებს. ზოგადად ურბანიზაციას მოაქვს ეს, თბილისიც არ არის გამონაკლისი, მაგრამ შედეგი გვაქვს, რაც გვაქვს. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება მნიშვნელოვნად განაპირობებს დაახლოებით 25% სიკვდილის შემთხვევებისა, რაც ხდება მსოფლიოში. ნავარაუდებია, რომ არის სწორედ გამოწვეული გარემოს პირობებით და ამ 25%-ში სადღაც 60-65% უშუალოდ უკავშირდება ატმოსფერულ ჰაერს. აქ უნდა განვასხვაოთ შიდა და შინობის შიდა ჰაერი და გარე ჰაერი.
ორივეს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. განსაკუთრებით ეს ეხება ფილტვის ქრონიკულ დაავადებებს, ეს ეხება ასთმას, ეს ეხება ფილტვის კიბოს და ზოგადად სასუნთქის სისტემის კიბოს და ასევე ყველა ქრონიკულ დაავადებაზე ზემოქმედებს, რა თქმა უნდა, დაბინძურებული ჰაერი. მაგრამ ქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ არის მხოლოდ, როდესაც ატმოსფერულ ჰაერზე ვლაპარაკობთ და განსაკუთრებით შენობის შიდა ჰაერზე, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ აგრეთვე თამბაქოც. ვინაიდან თამბაქო გახლავთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რისკ ფაქტორი ყველა იმ დაავადებისა, რაც ახლა ჩამოვთვალე და სამწუხაროდ ჩვენი მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი, 50%-ზე მეტი, იმყოფება პასიური ზემოქმედების ქვეშ თამბაქოსი. ბავშვები განსაკუთრებით და სწორედ ეს პასიური მწეველობა განაპირობებს აგრეთვე სხვადასხვა დაავადებებს. ამიტომ, როდესაც ატმოსფერულ ჰაერს ავღნიშნავთ, აუცილებელია, რომ ამ თამბაქოსთან დაკავშირებითაც გავითვალისწინოთ, რომ ეს ნამდვილად ჩვენ ხელგვეწიფება ჩვენ დონეზე, ადამიანების დონეზე შეიძლება გადაწყდეს. რაც შეეხება გარემოს ფაქტორებს, იქ ატმოსფერული ჰაერის გაუმჯობესებას, ავტოპარკის გაუმჯობესებას, ბენზინის შემოწმებას, ესეც ხელგვეწიფება, თუ გავერთიანდებით და რაღაც ერთიანი ძალით დავუმტკიცებთ მთავრობას, თუ ასე შემდეგ, ვისთანაც გვექნება დასამტკიცებელი, რომ ეს გარკვეული ნაბიჯები გადასადგმელია, მაგრამ თამბაქოსთან დაკავშირებით ეს არის ჩვენი პირადი გადაწყვეტილება, რამდენად გვინდა, რომ ჩვენი ახლობელი, ჩვენი მეგობარი, ჩვენი შვილი თუ მშობელი იყოს მეორადი მწეველი. თავად გამათბობლებსაც თუ აქვს მნიშვნელობა აი ზამთარში, როდესაც გამათბობლებს ვიყენებთ სხვადასხვა სახის ჰაერის დაბინძურებასთან, თუ რამდენად ზემოქმედებს? გამათბობლებსაც, რა თქმა უნდა, რა ტიპის რეკომენდაცია, რა ტიპით შეიძლება დავუშვათ ელექტროენერგიით? ელექტროენერგია და გაზი, ვთქვათ, უფრო უსაფრთხოა, ვიდრე მყარი საკვები და შეშა. ეს ყველაფერი გარდა ამისა დამოკიდებულია რა პირობებში გვაქვს ეს გამათბობელი, როგორია, ვთქვათ, ოთახის ფართობი, რამდენად ნიავდება და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, მყარი საწვავის გამოყენება, შეშა, ქვანახშირი ითვლება ერთ-ერთ დამაზიანებლად, დამაბინძურებლად ატმოსფერული ჰაერის. სწორედ რაც ის კვლევა ჩვენ აღვნიშნეთ, აი იმ კვლევით სწორედ ეყრდნობიან იმას, რომ 90-იან წლებში და 2000-იანების დასაწყისში საკმაოდ ბევრი ოჯახი, ვთქვათ, გამათბობლად იყენებდა, ვთქვათ, შეშას, ნავთის გურებიც, კი ბატონო. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და ერთ-ერთი ინდიკატორია ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებისა, საჭმლის მომზადებისას რას ვიყენებთ. ვთქვათ, იგივე შეშის ღუმელზე გვაქვს, ქვანახშირს ვიყენებთ, თუ ვთქვათ, ბუნებრივ აირს და ელექტროენერგიას და ასე შემდეგ. ერთ-ერთ დამაბინძურებლად ნამდვილად განიხილება. ალბათ აქვს მნიშვნელობა, რით არის კიდევ დაბინძურებული ჰაერი, გულისხმობ, ეს იქნება მტვერი გამონალბოლქვი თუ ქარხნებიდან გამოტანილი ეს გამოყოფილი ნივთიერებები, იმიტომ რომ როდესაც გარემოს დაცვის სამინისტრომ გააკეთა ახლა აპრილში კვლევა, თბილისში სხვა ტიპის დამაბინძურებლებია, მაგრამ არის ზესტაფონში, ჭიათურაში, სადაც უკვე საწარმოებია გაცილებით უფრო მძიმე შედეგი, იქ უკვე მომწავლე ნივთიერებებზე არის საუბარი. ეს არის ბევრად უფრო მძიმე შედეგი ჯანმრთელობისთვის, თუ ერთიან საზღვრებში მოაქცევთ ჰაერის ნებისმიერ დამაბინძურებელს. არა, ერთიან იმაში, რა თქმა უნდა, საზღვრებში ვერ მოვაქცევთ, ამიტომაც არის, ვთქვათ, იქ განსაკუთრებული პირობებია, იგივე ზესტაფონში, იგივე ჭიათურაში, იგივე ხდება, ვთქვათ, იქ ბოლნის დმანისში და ასე შემდეგ, იქ სადაც ხდება სამთომადნო მოპოვებითი სამუშაოები, იქ რა თქმა უნდა, ჰაერის დამაბინძურებლები განსხვავდება, ვიდრე ვთქვათ, თბილისში, იგივე სამშენებლო დამაბინძურებლები, როდესაც არის პირველ ადგილზე. ზოგადად ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ნებისმიერ დამაბინძურებელს თავისი გავლენა აქვს. ძალიან ხშირად ჩვენთანაც დაავადებათა კონტროლის ცენტრში, ჯანდაცვის სამინისტროში შემოსულა წერილები, რომლებიც ამბობენ, რომ თქვათ ამა თუ იმ რეგიონში არის გაზრდილი, განსაკუთრებით ონკოლოგიურ დაავადებებზე. სამწუხაროდ არანაირი სტატისტიკით ეს სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ესეც არის, ვერ დასტურდება. თუმცა ვერ დასტურდება
მწუხდებოდა სწორედ იმიტომ, რომ ნებისმიერი ტერიტორიულ ერთეულში მცხოვრები ადამიანი ძირითადად მოდიოდა თბილისში და აქ ისვამდა დიაგნოზს, ესმებოდა მასალმა თუ იმ თქვათ ონკოლოგიური დაავადების დიაგნოზი. და ჩვენთან სტატისტიკაში ჩვენ მქონდა მასალა, რომელიც სადაც ეს დიაგნოზები თავმოყრილი იყო თბილისში. და ძალიან ბევრი რაოდენობით ინფორმაციასაც ვკარგავდით და ზოგადად შემთხვევებსაც. აი ხო უკვე წელს 2000 უბრალოდ შარშან დავიწყეთ კიბოს რეგისტრი, მოსამზადებელი სამუშაოები და წელს უკვე ფაქტიურად ყველა ინფორმაცია, ყველა თითოეული შემთხვევა შედის პირადი ნომრის გათვალისწინებით, ანუ ბმა საცხოვრებელ ადგილს და დიაგნოზს შორის არის ნებისმიერი ადამიანი დიაგნოზის დასმის თუ შემდგომი მკურნალობის დროს რა გზასაც გადის, ეს ყველაფერი ასახულია. და უკვე თქვათ წლის ბოლოსთვის 2017-ის დასაწყისისთვის უკვე შეგვეძლება ესეთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია გქონდეს სად რა სიტუაცია, თქვათ იგივე თქვენი დასმული კითხვა, თქვათ იქ ჭიათურათუს ესტაფონი რამდენად კორელაციურ კავშირშია სხვადასხვა დაავადებებთან, აი ეს უკვე გვექნება საშუალება ონკოლოგიური დაავადების მაგალითზე რომ ვთქვათ. კიდევ ერთი კითხვა მინდა ჰაერთან დაკავშირებით დაგისვათ. წავიკითხე რამდენიმე, ესე ვთქვათ, ნაშრომი თავიდან ბოლომდე არა, მაგრამ რაღაც ამოვკრიფე საინტერესო და ჩემთვის გასაგები, რომ დაბინძურებული ჰაერი მოქმედებს ფეხმძიმე ქალებზე განსაკუთრებით და სპეციალისტები სწორედ ჰაერს ასახელებენ ერთ-ერთ მიზეზად, რომ ბავშვების უმრავლესობა ადრეულ ასაკში გულზე ქირურგიულ ჩარევას ბავშვებს სჭირდებათ ხოლმე და ეს არის ჰაერთან ზუსტად ბმაში. ზოგადად ატმოსფერულ ჰაერს რო ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ამას რა თქმა უნდა ვადასტურებ, რაც შეეხება ქირურგიულ ოპერაციებს, მაინც ნომერ 1 გამომწვევ მიზეზად აქ ნამდვილად ვერ განვიხილავდი ჰაერს, იმიტომ რომ ძირითადად ბევრია გენეტიკური პათოლოგიები და ასე შემდეგ, ესე რომ ატმოსფერული ჰაერი კარდიოქირურგიის განმაპირობებელი ერთ-ერთი ესეთი მთავარი მიზეზი იყოს, ნამდვილად ამას ვერ დავეთანხმები. იცით რა მინდა გკითხოთ, მაგალითად ჩვენ რომლებიც აი ამ მოცემულობაში, ამ რეალობაში ვცხოვრობთ და არის დაბინძურებული ჰაერი, მტვერი, იგივე საწვავის ხარისხი, ჩვენ რიგით ადამიანებს, რომლებიც ვერ გავექცევით სუნთქავთ ყოველდღიურად, მოძრაობთ ამ ქალაქში. რა შეგვიძლია გავაკეთოთ პრევენციისთვის? არის ეს სისტემატიურად 6 თვეში ერთხელ შემოწმების გავლა, იქნება ეს პრევენცია დამძიმებული სურათის თავიდან ასაცილებლად, ჩვენივე ჯანმრთელობის დამძიმებული სურათის თავიდან ასაცილებლად. სხვა ჩვენ რა შეგვიძლია გავაკეთოთ? სხვა ჩვენ რა შეგვიძლია? თავიდანვე ვთქვი, რომ ეს უფრო რთულია. ჩვენ შეგვიძლია ჩვენი პირადი გადაწყვეტილებების მიღება. შეგვიძლია თამბაქო არ მოვწიოთ დახურულ შენობებში, არ ვიყოთ იქ, სადაც თამბაქოს ეწევიან. შეგვიძლია ვიყოთ ფიზიკურად აქტიური. შეგვიძლია ვიკვებოთ ჯანსაღად და ასე შემდეგ. ზოგადად, როდესაც რისკ ფაქტორი რამოდენიმე ერთდროულად მოქმედებს, ეს კი არ ემატება ეს რისკი, არამედ მრავალჯერადი ხდება. ანუ მაქსიმალურად ვეცადოთ თუ იძულებული ვართ დაბინძურებული ჰაერით ვისუნთქოთ, რომ სხვა რისკ ფაქტორები მაინც არ გქონდეს. აუცილებელია რა თქმა უნდა სკრინინგი, პროფილაქტიკური გასინჯვები, რისი კულტურად სამწუხაროდ ჯერ კიდე საქართველოში არ აგვაქვს. ეს ძალიან მისასალმებელია და ძალიან კარგია. მაგრამ გარდა ამისა, ესეთ მოწოდებასავით შეიძლება გამომივიდეს, მაგრამ აუცილებელია ამ ეკოლოგიაზე ფიქრი და გაძლიერება იმ ორგანიზაციებისა, ეს არასამთავრობო თუ სამთავრობო ორგანიზაციების, რომელიც ამისკენ მიისწრაფვის და ეს წესით მათი მოვალეობა უნდა იყოს. ერთ ადამიანს ეს არ შეუძლია, მაგრამ თუ გავერთიანდებით და სერიოზული ნაბიჯები გვაქვს ნამდვილად გადასადგმელი ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით. ჩვენ თავს უნდა გაუფრთხილდეთ, მაგრამ ყველამ ერთად უნდა გაუფრთხილდეთ, გავერთიანდეთ და გაუფრთხილდეთ გარემოს. არსებობს დაავადებები, რომელიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ შეიყვანა კლიმატდამოკიდებულ დაავადებათა ჯგუფში. რა დაავადებებზეა საუბარი და ზოგადად კლიმატის ცვლილების გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე გადავიდეთ უკვე კლიმატზე. ბატონო, ზოგადად კლიმატის ნებისმიერი ცვლილება, ტემპერატურის მატება იქნება, ვთქვათ, ქარი და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი არის ორგანიზმისთვის გარკვეული სტრესი. სტრესულ სიტუაციაში
სხვადასხვა დაავადებები, რა თქმა უნდა, მწვავდება. ეს არის ძირითადად ქრონიკული დაავადებები. ეს არის იგივე გულსის ძაღლთა დაავადებები, გულის იშემიური დაავადება, მიოკარდიუმის ინფარქტი, ჰიპერტონული დაავადება, ეს არის იგივე დიაბეტი, ეს არის ონკოლოგიური დაავადებები, ფილტვის ქრონიკული დაავადებები, ეს არის საჭმლის მომნელებელი, ანუ ნებისმიერი ქრონიკული დაავადება ამ კლიმატური ცვლილების გამო, ვინაიდან ორგანიზმი იმყოფება სტრესულ მდგომარეობაში, ხდება მისი გამწვავება. ეხლაც დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გარკვეული ინფორმაცია მიაწოდა მოსახლეობას, რომ რა უნდა გავაკეთოთ, ვთქვათ, იგივე ზაფხულია, გველოდება მაღალი ტემპერატურა და როგორ უნდა მოვიქცეთ, როგორ უნდა დავიცვათ თავი ამ სტრესისგან და ერთ-ერთი მოწოდება სწორედ არის ის, რომ ამ სტრესულ მდგომარეობაში ტემპერატურის ესეთი ცვალებადობის დროს აუცილებელია ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებმა მიმართონ ექიმს თავიანთი მკურნალობის რეჟიმის ან შეცვლისთვის, ან იგივეს დატოვებისთვის. ანუ დიდი ვარაუდით შესაძლებელია, რომ შესაძლებელი იყოს მედიკამენტი თვითონ, შესაძლებელი იყოს დოზა, შესაძლებელი იყოს მკურნალობის რეჟიმი და ასე შემდეგ. ტემპერატურის შესაბამისად. ხო, იმის ამ სტრესული მდგომარეობის და მისი პირადი მდგომარეობის შესაბამისად და აქ შედიან, როგორც ვთქვი, ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანები, ისინი, ვისაც აქვთ ჭარბიწონა ან სიმსუქნე, რა თქმა უნდა, ორსულები, ხანდაზმული ადამიანები და რა თქმა უნდა პატარა ბავშვები 1 წლამდე განსაკუთრებით და ასევე 5 წლამდე ბავშვები. გადავიდეთ ოზონის შრეზე. არაერთი გადაცემა გამიკეთებია, მაგრამ ესე რომ საუბრობთ ოზონის შლის დაშლაზე, გონია რომ სადღაც შორს არის ეს პრობლემა სტრატოსფეროში, ჩვენამდე ვერასდროს ვერ მოაღწევს, თუმცა მაგალითად კატარაქტა, რამდენადაც ვიცი, არის ერთ-ერთი ოზონის მზის სხივების გაძლიერებული მოქმედების შედეგი. რა დაავადებებია და როგორია თქვენი რეკომენდაციები თავიდან ასაცილებლად მზის სხივებისგან რომ დავიცვათ თავი? კი ბატონო. რა თქმა უნდა, გეთანხმებით, მართლა გონია, რომ შორს არის და არამედ ამ დროს არის საკმაოდ ახლოს და ფაქტიურად უკვე ჩვენს გვერდზე. ვინაიდან მაგალითად მე ვახსენე კიბოს რეგისტრი და სწორედ კიბოს რეგისტრის წინასწარი მონაცემები რაც გვაქვს, ქალებში მეორე ადგილზეა უკვე კანის კიბო, რომელიც უშუალოდ არის დაკავშირებული მზის სხივების ზემოქმედებასთან. მამაკაცებში ეს კანის კიბო არის უკვე მესამე ადგილზე. ანუ ძალიან მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ულტრაისფერი გამოსხივება და ამ გამოსხივების სერიოზული დიდი ხანგრძლივი და დიდი რაოდენობით მიღება. თავიდან როგორ ავიცილოთ და რა პრევენციის რა ზომები შეიძლება მივიღოთ. პირველ რიგში არის ის, რომ როდესაც ხვდებით მზეზე, აუცილებლად გქონდეს ღია ფერის ბუნებრივი მასალისგან დამზადებული ტანსაცმელი, რომელიც მჭიდროდ არ აგვაქვს სხეულზე, გვეფაროს თავსაბურავი, ფართოფარფლებიანი ქუდი ყველაზე კარგ გამოსავლად ითვლება. თქვენ კატარაქტა ახსენეთ, აუცილებლად არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მარტო ვთქვათ სხეული არ არის, ანუ თვალებსაც უნდა გაუფრთხილდეთ, ამისათვის აუცილებელია მზის სათვალის ქონა და მისი ხმარება. როდესაც ვართ მზეზე. უნდა ავერიდოთ, რომ ვიყოთ მზეზე, როდესაც არის ძალიან მაღალი ტემპერატურა, უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი საქმეები თუ ეს აუცილებლობაა, გავაკეთოთ დილით ძალიან ადრე ან საღამოს გვიან. მაღალი ტემპერატურის დროს გარდა ამისა, აუცილებელია თუ მზის სხივების ზემოქმედების ქვეშ ვართ, ვიხმაროთ ეგრეთ წოდებული დამცავი ფაქტორის შემცველი საშუალებები. მაქსიმალურად დავიფაროთ კანი, ну თუ ვართ ზღვაზე და ძალიან გვინდა რუჯის მიღება, ეს უნდა გავაკეთოთ დილას თქვა 10 საათამდე და საღამოს 6-ის მერე. წინააღმდეგ შემთხვევაში საკმაოდ დიდი რისკია, იგივე კანის კიბოს, მელანომას განვითარებისა, პირდაპირ მზის სხივების ქვეშ განსაკუთრებული მაღალი ტემპერატურის დროს ყოფნა. დიდი რაოდენობით სითხე უნდა მივიღოთ, უნდა ვეცადოთ, რომ ხშირად მივიღოთ გრილი შხაპი, თუ ამის საშუალება არ არის და ამ შემთხვევაში განსაკუთრებული რისკი აქვს სწორედ ხანდასმულ ადამიანებს.
გადახურებასთან დაკავშირებით, მაშინ უნდა გქონდეს ნასველი პირსახოცი ან რაიმე მაგდაგვარი მასალა, რომ ხშირად მოხდეს ორგანიზმის გაგრილება ამის საშუალებით. ალკოჰოლი არ უნდა მივიღოთ მაქსიმალურად აკრძალულია მაღალი ტემპერატურის დროს და უნდა მოუფრთხილდეთ ბავშვებს. პირველ რიგში, განსაკუთრებით იმათ, ვინც ჯერ ვერ გველაპარაკება და ვერ გვიზიარებს, რა დისკომფორტს განიცდის და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მოგვიწოდებს, რომ თუ არის ძალიან მაღალი ტემპერატურა და თუ სახლში ვერ ვახერხებთ, რომ სიგრილე შევინარჩუნოთ და ეს უნდა შევინარჩუნოთ, თქვათ, ფანჯარაზე სქელი ფარდის ჩამოკიდებით, მაშინ უნდა მოვკიდოთ ჩვენ ბავშვებს ხელი და წავიყვანოთ იქ, სადაც არის უფრო გრილი, ვთქვათ, ის მაღაზია იქნება, მეტრო თუ ასე შემდეგ და ის განსაკუთრებული სიცხე რამენაირად იქ უნდა გავატაროთ. თქვენ აღნიშნეთ, ბოლო კითხვა მაქვს, რომ კანის კიბო არის ქალებში მეორე ადგილას დაავადება. ზაფხულშიც ზღვაზე გვინახავს მთელი დღის მანძილზე, როგორ იროჯებიან ახალგაზრდები. ანუ მაინც აი ამ რისკ ფაქტორების მიუხედავად თქვენ თვლით, რომ ადამიანები ვერაცნობიერებენ მაინც გარემოს მნიშვნელობას. აბსოლუტურად გეთანხმებით, ადამიანები ვერაცნობიერებენ იმ რისკს, რა რისკზეც თვითონ მიდიან. ეს არის ერთი მხრივ განათლების დონე, ზოგადად გათვითცნობიერების დონის დაბალი დონე მედიცინასთან დაკავშირებით და გარემოს ფაქტორებთან დაკავშირებით. ეს არის ახალგაზრდებისთვის დამახასიათებელი რაღაც ესეთი განსაკუთრებული ის, რომ ეს ჩვენ არ დაგვემართება, ან თუ დაგვემართება ახლა 20 წლის მერე და 20 წელი გონია, რომ ძალიან შორს არის და ამაზე არ ვფიქრდებით და თავს არ უფრთხილდებით. აუცილებელია მსგავსი ტიპის გადაცემები და კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით, რომ ეხლა ვინც ჩვენ გვისმენს, იმედია რაღაც გარკვეულ საკითხებზე კიდევ უფრო დაფიქრდება. ზოგადად მოსახლეობის განათლების დონის ამაღლება ჯანმრთელობასთან და განსაკუთრებით გარემოსთან დაკავშირებულ საკითხებზე არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან აუცილებელი. ნამდვილად გვაკლია. დიდი მადლობა. აუცილებლად მე კიდევ სხვა გადაცემაში მსმენელის გასაგონად ვიტყვი, რომ შევეხები ამ თემას, ოღონდ უკვე ინფექციური მიმართულებით, დაუშვათ წყლის დაბინძურება, რა შედეგი მოაქვს საფხულობით, მაგალითად აჭარაში არის ხოლმე რაღაც ინფექციური შემოტევა და საავადმყოფოები ივსება, ასევე ნაგავსაყრელები და მოსახლეობა, რომელიც ცხოვრობს ამ ნაგავსაყრელებთან ძალიან ახლოს, ანუ ინფექციურ ეპიდემიოლოგიურ მიმართულებას აუცილებლად შემდეგ გადაცემაში შევეხებით. მე შეგახსენებ, ჩემი სტუმარი იყო ლელა სტურუა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი. დიდი მადლობა მოგზანებისთვის, დიდი მადლობა მსმენელს ყურადღებისთვის. მე ხვალამ და გემშვიდობებით ნახვამდის. ეკო ქალაქი. ყოველ ორშაბათს საღამოს 5-ზე. რადიო ქალაქზე.